არაპატიებს ამის გამო დაუბრუნდნენ პოლიტიკაში და პოლიტიკაში დაუბრუნდნენ იმის გამო რომ ეს რეჟიმი სამარცხვინო რეჟიმი რომელმაც ჩაგვითრია ჯერ უაზრო ომში და შემდეგ ეს ომი წაგვაგებინა სამარცხვინოდ რაც შეიძლება სწრაფად ჩამოშორდეს ჩვენს ქვეყანას ხელისუფლებაში ვაპირებ მოსვლას იმისთვის რომ ის გამოცდილება რომელიც მე და ჩემს კოლეგებს გვაქვს მოვახმაროთ ჩვენს ქვეყანას რომ რაც შეიძლება სწრაფად დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ფეხზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დღეს ინგრევა და საჭიროა ზუსტად ისეთივე სწრაფი მოქმედებები ან უფრო სწრაფი მოქმედებები როგორც ჩვენ ვიმოქმედეთ 2003 წლის ბოლოს 2004 წლის დასაწყისში როდესაც ხაზინა პრაქტიკულად цаრიელი იყო და ქვეყნის ეკონომიკის ფეხზე დაყენებას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა და გამოცდილება სჭირდებოდა სწრაფად სჭირდებოდა გადაწყვეტილებების მიღება ჩვენ ეს ვიცით და საზოგადოებაც იცის რომ ჩვენ ეს ვიცით და ამას სწრაფად შევწევთ აი ეს მნიშვნელოვანი საკითხები შინაარსზე თუ გვინდა ვისაუბროთ ჩვენ გვინდა რომ ქვეყანა შეიძლება სწრაფად გადავიდეს საპარლამენტო მოწყობაზე ჯობს მთავრობები იცვლებოდეს ხშირად ჩემოვახო და ქვეყანა განვითარდეს როგორც მაგალითად ეს მოხდა ომის შემდგომ იტალიაში ჩვენთან 60 წლის განმავლობაში მთავრობები რეალურად შეიცვალა მხოლოდ 3-ჯერ მესამე მთავრობა ყავს მხოლოდ და ქვეყანა დაინგრა $20,000 ეკონომიკა 99 წელს დღეს $2,500 ეკონომიკაა მხოლოდ აი ამ პოლიტიკური დაპირისპირებების შედეგად ჩვენ გვინდა რომ ჩამოყალიბდეს ქვეყნის ტერიტორიების დაბრუნების რეალისტური ხედვა სააკაშვილი დღეს ამბობს რომ ომი არ დამთავრებულა მხოლოდ ბრძოლა წავაგე რუსეთს ხვირიდან ძმარს ვადენ და კიდე გვესაუბრება საომარი რიტორიკით ტერიტორიების დაბრუნებაზე და ყველამ კარგად ვიცით რომ მაგრამ საომარი რიტორიკა ბატონ ზურაბ აი თქვენ როცა ხელისუფლებაში იყავით მაშინაც იყო ხოლმე ირაკლი ოქრუაშვილს როდესაც ის მინისტრთა კაბინეტის წევრი იყო სულ ამაზე მიანიშნებდნენ ოპოზიციონერები რომ საომარი რიტორიკა მაშინაც იყო საომარი რიტორიკა იყო მაგრამ მადლობა ღმერთს ომი არ ყოფილა მით უმეტეს წაგებული ომი არ ყოფილა ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება საომარი რიტორიკა შორის რომელიც ასევე კარგი არ არის და ომს და წაგებულ ომს შორის რომელიც ძალიან ცუდია მაგრამ დღეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს რას ნიშნავს ომი საქართველოსთვის ეს ნიშნავს კიდევ უფრო მეტ დაკარგულ ტერიტორიას ეს ნიშნავს კიდევ უფრო მეტ დევნილს ეს ნიშნავს კიდევ უფრო მეტ დაღუპულ ჩვენს თანამოქალაქეს შეიძლება საერთოდ წელში გადატეხილ საქართველოს და მით უმეტეს ამ მთავარსარდლის პირობებში ამ ლაჩარი მთავარსარდლის პირობებში ეს ნამდვილად ნიშნავს დაკარგულ საქართველოს საერთოდ ამიტომ ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ გრძელვადიანი მკაფიო ხედვა როგორ ვახერხებთ ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებას იმიტომ რომ დღეს ტერიტორიების შენარჩუნებაზე კი აღარაა სამწუხაროდ საუბარი როგორც ეს იყო თუნდაც 7 აგვისტოს ახლა საუბარია ტერიტორიების დაბრუნებაზე როგორც კარგად გავიგონე გუშინ მაგალითად ევრონიუსის ინგლისური რედაქციის ინტერპრეტაციაში და ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ეს ხედვა და პირველ რიგში საქართველოს უნდა დავაყენოთ ფეხზე ან როგორც შრომაში მითხრა ერთმა გურულმა გლეხმა ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა ჯერ იმას მოუვაროთ რაც დაგვრჩა და სააკაშვილი დღეს არის დაკავებული მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნებით მას სხვა არაფერი არ აინტერესებს ქვეყანა ინგრევა ქვეყანა არ იმართება და ჩვენ კიდევ უფრო მეტი პრობლემები გველის შემდგომ აი თქვენ თბილისშიც მართავთ აქციებს რეგიონებშიც ხვდებით მოსახლეობას ეს ემსახურება იმას რომ თქვენი ვარაუდით მაინც უახლოეს მომავალში დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ამისთვის ემზადებით ეს საქმე ვარაუდებით ვერ გაკეთდება ჩემო ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის ბუნებრივია ნებისმიერ შემთხვევაში მაგრამ სააკაშვილი და მისი გარემოცვა არჩევნებს თავისი ნებით არ დანიშნავს ჩვენ უნდა ვაიძულოთ მას დანიშნოს არჩევნები თქვენ ხელისუფლებაში მოსვლას აპირებთ მხოლოდ თქვენი პარტიით მოძრაობით თუ აპირებთ გაერთიანებას სხვა პარტიებთან რაღაც კოალიციების შექმნას